სამშობლო იწვის. ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს თვალზე, ჩვენ გარშემო, ჩვენ სულში ცოტას და კვამლით გავიგუდებთ. სამარცხვინოდ დავამთავრებთ ვინიცის რამდენ საუკუნოვან არსებობას. ღმერთსაც გაუწმილებთ მოლოდინს და კაცსაც, რადგანაც ღმერთიც მეცელოდა ჩვენგან და კაციც, უпроსორად არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი და არც კაცს. მაგრამ იმის ნაცვლად რომ კიდევ უფრო მტკიცედ დამდგარიყავით სამსეულზე თანდათან რული მოგვერია. და ისიც კი ვერ გაგვიგია ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავი. და აი მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო. ჩვენ კი მოუჩენელი სიბნელის ბინადარი. ერთი მეორეს მუსისხლიანით თავპირს და ერთმანეთზე ვიხრით ჯარს საერთო უმწეობისა და უმართლისა. შეგინებულ სიცოცხლეს ვერ გავუჩენთ მანას. წყალობად ღუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა რომ სახელოვანი სიკვდილის ჯობს ნაძრახ სიცოცხლეს. აღარ გჯერა რომ სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც მტრისათვის აუღებელი ციხესიმაგრე. თუკი ჩვენ სამშობლოს მართლა დაღუპვა უწევია, გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები. ერთ დღეს მოგვეცოცხლოს უსაფრთხო. ეს არც ლოცვა და არც წყება. გნებავთ ლოცვაც ესაა და წყებაც ერთსა და იმავე დროს. რადგან სამშობლოა ყველა უბედურებასთან ერთად სამარცხვინოც. და დღეს, როცა ისიც კი იკოტიწებს სამშობლოს თანაც სხვათა მიწის ხარჯზე, ვისაც არასოდეს ქონია. არც სახლის სიჭერია ხელში და არც კალამი. ჩვენი მონობაში გადიდკაცებულ და ამაზრზენმა სიხარბენ, შვილივით ნაფირები ვაზი აგვაჩეხია. ომებში გამოწვრთობილი ხმალი ქარქაში ჩაგვიჟამდა. წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია. ეთხოვა, ჩვენმა გაიძვერა მოყვარემ უკვე მიაღწია საწოლი. ის არ ვართ, ვინც უნდა ვიყო. ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავთ. როგორც შექმნა თავიდან ღმერთმა და მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავიგოთ ვინა ვართ. რა უბედურება გჭირს. ვისი სისხლი გვიდობს დარგვებში. ვეფხის ხაოსნის დამწერის თუ მოღალატის. სვეტი ცხოვლის ამგების თუ ილიას მკვლელის. მტრის რისხვისა თუ მტრის მსახურის. და მაინც დიდი უსამართლობა იქნებოდა. ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაცილვა მხოლოდ იმიტომ. ყველავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვიდექით და უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსულყოვნად. ყველავაც ის რომ გწამს, რაც თვალის გახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც უკვე გულსაკლავად დაპატარავებულ, დასახიჩლებულ სამშობლოს სამარა დარჩენილებსაც ვწამს. სამშობლო ერთადერთია და გამოიგონა. მას ვერც გამოიგონა. ვერც სურვილი სამებრაიჩი. უფლის საჩუქარი. და ჩვენ მხოლოდ ის გვევანი. შეგვიძლია კიდეც. გავუფრთხილდეთ. მოუვაროთ, არ დავკარგეთ. რადგან სიცოცხლესთან ერთად გვეძება და სულით, სისხლივით გადაეცემა ჩვენ შთამომავალს. ჩვენ მედეას გაჩენილი და ამირანის გამჩენი ხალხი. ამიტომაც ჩვენ იხსნა მხოლოდ ბრძოლაში. ანუ ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლა, ხინიც და გლოვაც. ჩვენ სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლა, მარადივით ცეცხლში. მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გავფანტოს ქარმა. არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მივემატოთ. ცად და მიწა. ჩვენ შეიძლება მოგიწიოთ ბრძოლა მაშინაც, როცა გადარჩენის არავითარი არ არსებობს. რადგან მონობაში სიცოცხლეს ისევ გადაშენება სჯობს. მახსოვდეს წინ მარაგისობა არაფის არც ავემონოთ გარეშე ღვთისა
რითაც ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა რა საშუალებაც აქვს იმ საშუალებით ელაპარაკოს მაყურებელს იმ უდიდეს პრობლემაზე, რასაც აფხაზეთი, რასაც სამაჩაბლო და რასაც საერთო ტერიტორიული მთლიანობა ქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენც თეატრალებს ალბათ ჩვენი იარაღი არის სპექტაკლი, თეატრალური ნაწარმოები, რომლითაც მაყურებელს დაველაპარაკებით ამ ტკივილზე, ამ პრობლემაზე. და რატომ არის აქტუალური ეს ჩვენ ცხოვრებაში და რატომ უნდა ველაპარაკოთ ხშირად ამის შესახებ, ამაზე მე ჩემი კონკრეტული მოსაზრება მაქვს, რომ კარგად მოგეხსენებათ, როდესაც არსებობს რაღაც ტკივილი, რაღაც ჭრილობა, ის ჭრილობა გარკვეულ დროთა განმავლობაში შეიძლება ამ ჭრილობის ტკივილმა ნელ-ნელა იკლოს და ბოლოს შეიძლება სულაც დაგვავიწყდეს. და აქედან გამომდინარე, რომ ეს არ მოხდეს და ამ ჭრილობის და ტკივილის ყოველთვის განახლება მოხდეს ცოცხალი ორგანიზმისთვის, მაყურებლისთვის და ჩვენთვის, ამიტომ მე ვფიქრობ, კიდევ უფრო ხშირად უნდა ელაპარაკოთ ამ ტკივილზე, ამ პრობლემაზე და ზუსტად ამ აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ის ყველაზე საშიში, რასაც ქვია შეგუება ამ ყველაფერთან. ამიტომ კიდევ ალბათ ბევრი სპექტაკლი უნდა დაიდგას, ბევრი ნაწარმოები უნდა დაიწეროს, ბევრი ფილმი უნდა გადაიღონ ამ თემაზე. Растамов, тебя пугает твоя независимость? Абхазы лучше всех понимают грузины, но больше всех абхазов пали именно от рук Грузии. В процентном соотношении мы столько молодых ребят потеряли в этой войне, что редко в какой войне погибало столько людей. Ты прям думаешь, что войну выиграли лишь абхазы без помощи других? А мы вынуждены были позвать их на помощь. Знаешь, не могу привыкнуть к этому. А разве до войны мы не были с вами, а? Что мешало по-человечески поговорить? Я не политик. Ну, наверное, трудно договариваться, когда одна из сторон говорит под чужую диктовку. Абхазия уже доказала, что она ничего не раб, и с ней разговаривать надо на равных. Нечего к нам относиться как к инвалиду или как к сбежавшему из тюрьмы заключенному, которого преследуют, чтобы схватить и заточить навеки. Иди ко мне, иначе уничтожу. Так невозможно жить. Вот и эти слова мне любовью Я в продиктовали. своем городе, у своих друзей. Если бы мной руководила ненависть, меня бы здесь не было. Грузинам на всех остальных напали. Вот! Тебе нравится такая легенда? И хрен с тобой просто нравится! ძალიან დიდხანს მიდიოდა ამ სპექტაკლზე მუშაობა, ბევრჯერ გადამუშავდა მასალა. როცა ბატონი თემური აქ არ იყო, ბატონ გურამ ოდიშარიასთან ერთად ხშირად მიწევდა ისევ და ბატონი გურამი მუშაობდა და ისევ ახალ და ვერსიებს აკეთებდა და საბოლოო ჯამში აი მივედით ბოლო ვარიანტს. შემდეგ შევთანხმდით იმაზე, რომ რუსული უნდა ყოფილიყო სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, რომ ძალიან რეალი თითქმის დოკუმენტალისტიკამდე დასული მასალა გამოვიდა. ანუ ბოლომდე ყველაფერი გვიდოდა, რომ ძალიან რეალური ყოფილიყო და ამ სიტუაციაში ქართველი და აფხაზი სამწუხაროდ ერთმანეთს ელაპარაკებიან რუსულად. თან ხაზი იყო იმაზე გასმული, რომ ორივე მიცის ერთმანეთის ენა. აფხაზმაც იცის ქართული და ამასაც იცის აფხაზური, მაგრამ ლაპარაკობენ русულად. Ну разве жертвой такой мифологии не памяти сейчас ни в чем не памятных людей, которых уничтожали в собственных домах, особенно к концу войны? Может, и мне факты выложить? Где и когда убили тех, чье единственное преступление было то, что они абхазы. Положи руку на сердце и скажи, как случилось, что с одной стороны погибло 10 раз больше, чем с другой. Из погибших грузин абсолютное большинство было мирное население, а на другой стороне в основном погибли воины. А гичереби, а? Абхазებმა რა დააშავეს, ქართველებმა რა დააჭავეს? ისინი არიან ახლობლები, მეგობრები, სისხლით ნათესავები, მეზობლები. იქნებ რომელიმესთან ბიხალოვკაზე ყავა დაგირებია. იქნებ რომელიმე ქუჩაში სიგარეტზე მოგიგიდა. მერე ქუჩაშივე ჩახუცეთ და ზოებში. უიარაღო მოხუცებს ასე ჩოდით, ბიჭო. უიარაღო მოხუცებს.
საიდან ასეთი სიძულვილია სტამბოლი? ესეც სტალინის და ბერიას ბრალია? Как будто ты не знаешь, что значит месяц. Знаю, и мерси имеет свой предел. Не должны были начинать. Не должны были. Это еще вопрос, Миндайцко. 9 აპრილმა მთელი მსოფლიო ალაპარაკა. რუსეთის ინტელიგენციას გამოეხმაურა და ერთადერთი ვინც ქართველების ტრაგედია. ქეიფი და ზარზემი თამიშ და აფხაზები იყვნენ. ვინ მოაწყო ნიხნაშდა? დოღი წვეულება არის რა იყო ბიჭო ის? ოფკომზე მწვანე დროშა რო ჩამოარყონ წიარეთ. არიცოდით ქართველების მხრიდან ამას ამოყვებოდა, იცოდით პრეკრასნა знаю. ერთსაც იმას არ იყო გახსნილი. გაიცემი რას იზაფი. ქართველებს პირველებს გასულიერებთ. Солдатскую причину искали. Я стану это факт. Ахмеунеди აქ грузини начали. იქნები პროფესორია, რო თქვა грузини застали начать. აჭარა. ომი უნდა გეცელებინა თავიდან ტიპადო. ეს ერთმანეთთან დაგეკეთებინა. მაგრამ რა გაკეთდა აფხაზთა მხრიდან იმისათვის რომ ქართველები გერდი დაეყენებინათ. ბიჭო თქვენია ერთგულ რას მხრიდან ერთი კაცური სიტყვა არ ითქვა. მე ისეთი ქართველების ვიცი, ვისაც აფხაზურ გვარდიაში უნდოდა ჩაწერა, მაგრამ არ მიიღეს. იცი რატო? ქართველები ხართ, არ მართვენია რა ყველაფერი. ყველაფერი არ მართვენია. მე აქ საომრად არ ვარ ჩამოსული. შენ კი მეუბნები აქ. Забудь? Не тоскуй? Не возвращайся? Я тебе этого не говорил. მონატრების უფლებაც არ მაქვს. ამის ნებართვაც შენგან უნდა აგიღო, არა? ფაქტიურად აფხაზეთში დაბრუნება იყო და იმ რეალობაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავე საკითხები იდგა აფხაზ და ქართველ შორის, მე მახსოვს ნატა მურვანიძემ გააკეთა ესეთი ძალიან კარგი რაღაცა თქვა ერთ-ერთი სპექტაკლი, როცა ნახა სპექტაკლი, ესე იგი ეს სპექტაკლი იმაზეა, ჩვენ რა შეკითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი და ჩვენ როცა გვექნება აფხაზებთან უშუალო დიალოგი, ამ ყველა ამ კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა და ამით ძალიან ღრმა სპექტაკლი იყო, მე დღემდე ძალიან საკუთარ თავში ძალიან მიხარია, კიდე ის სიტყვა არ არის, ეს ჩემთვის ძალიან საჭირო პროცესი იყო, რაც გავიარე და რასაც უყურე შემდეგ ახსოვს, როგორ შეიძლება რომ აი სპექტაკლი ამდენად სოციალური იყოს და ამდენად ბოლომდე ზუსტად იმაზე ლაპარაკობდეს, რაც არ შეიძლება უბრალოდ არ დაფიქრდე და არ შეიძლება რომ არ ჩაგითხრიოს და ზუსტად არ გაგრძნობიოს რეალურად რასთან გაქვს საქმე. როცა რეალურად უდგები ამ საკითხს, რამდენი კითხვა და რამდენი წინააღმდეგობა არის და ამ დროს მიუხედავად ამისა სპექტაკლი ტოვებდა იმედს, რაც ნამდვილად არსებობს ამაში დაწესებული ვარ. ეს ყველაფერი იყო ერთ სპექტაკლში გაერთიანებული. როცა გამიჩნდა იდეა ამ თემასთან დაკავშირებით გამეკეთებინა სპექტაკლი, მრავალი ნაწარმოები გადავიკითხე, რა შეიძლებოდა ან ახალი შექმნილიყო, მაგრამ უცებ არჩილ სულაკაურის ნაწარმოებები, პიესა, არჩილ სულაკაურის პიესა მივაგენი და წავიკითხე და უცებ გაჩნდა იდეა, რომ ეს ნაწარმოები გაკეთებულიყო, გადმოსულიყო თანამედროვე დროში, რადგან მე პროფესიით რეჟისორი ვარ და დრამატურგობის სურვილი არ მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე ეს პროფესიონალისტვის მეთხოვა და ვთხოვე მანანა დოიაშვილს, რომელმაც ამ ნაწარმოებებიდან შექმნა ახალი ნაწარმოები, რომელიც პრინციპში მთავარი ქარგა და სურათი არ დაკარგულა, მაგრამ გადმოვიტანეთ დროში და მოქმედება ხდებოდა სოხუმში, დღევანდელ დღეში. მოქმედება იქაც ერთ გარკვეული პერიოდი ხდება იქ. გადმოვიტანეთ დღევანდელ დღეში. რაც შეეხება პირველი სპექტაკლი, ეს იყო რუსთავში, რომელიც განხორციელდა და პრინციპში მე მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ მე იმ ნამუშევრით და თვითონ სპექტაკლით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი და
და ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ის, როდესაც სპექტაკლის მერე ემოციურად დატვირთულ მაყურებელს ვხედავდი. რომელიც თბილი ღიმილით მოდიოდა და გზადაგზად თეთრად აფეთქებდა ნიშნებს. შენ პოეტი ხარ? შენი სიტყვები კარმა აიტაცა და როგორც ბავშვმა ბრტყელიყვა წყლის ზედაპირზე ისე გაისროლა იგი და სადღაც ჩადა. გიყვარდა. გონი ყველაზე მეტად. და ზუსტად მეშინ Verda mümkün. Vermeyeceğim. Şu an kıyafet oynuyor. Greva falan değil. Çok seviyen adam yani. Rodisam da greva falan. Rodisam suqedamda. Egravo. ჩემი ძმისთვის ომი აღარ არსებობს. არაფერი აღარ არსებობს მისთვის, გესმის? Puli da ukეთესი ცხოვრება. თბილისის საბავშვო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რაზედაც დადგმაზე თანხმობა მივიღე და ძალიან მალე ეს სპექტაკლი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც დაიდგა და დღემდე რეპერტუარშია თამაშობენ ამ სპექტაკლს. სპექტაკლს რუსთავში ერქვა ღიად დარჩენილი საფლავები, თბილისში მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქვია ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან. სულ ფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებია ზუგდიდის თეატრში, ისე სურვილი გამიჩნდებოდა ყველაზე მეტად და მივედი ლიკა მორალიშვილის პიესამდე, რომელიც არის გამარჯვებული პიესა, არის მიხეილ თუმანიშვილის თეატრში ყოველწლიურად ტარდება ეს პიესების კონკურსი და საკითხული მქონდა და გამახსენდა ეს
გამახსენდა ეს პიესა ძალიან კარგად დააკნა გრძნობი პირველი მივხვდი იმას რომ ამ ადამიანმა ამ ქალმა იგრძნო ნამდვილად ის რასაც მე ბავშვობიდან ვცნობდი თავისუფლების შუაღამე ძალიან ადამიანურ თემას ეხება და აქაც ზუსტად ეს ადამიანური გახლეჩილ ადამიანურ ურთიერთობებზეა ლაპარაკი და პატარა 13 წლის გოგო აკეთებს სასწაულს აფხაზი. იფარავს ქართულ ჯარისკაცს, შემდეგ სილოს რომ გააქციოს და საბოლოო ჯამში თვითონ ეწირება ამას და უკვე ბოლოს ხვდები რომ ისევ მივედით საერთო როგორც ამ ჯარისკაცისთვის არის ძვირფასი ადამიანი რომელიც ამმა წაართვა იმდენად მეგობრებიან ასევე რა თქმა უნდა იმ აფხაზებისთვის ვინც მეორე მხარე არის მამამისი ამ გოგოს მამა რომელმაც ორი შვილი დაკარგა უკვე ამ ომში და ისთვისაც იგივე ტრაგედია და ეს ტრაგედია ამ პერსონაჟებს აერთიანებს ბოლოს ძალიან ემოციურია თვითონ მასალა და მეც შევეცადე რომ ბოლომდე მიმეტანა ეს მაყურებლამდე და რაც ვფიქრობ რომ ჩემთვის ეს ურთიერთობა შედგა საინტერესო მომენტია ჩემ თავს უსვამ ყოველთვის შეკითხვას რატო გამიჩნდა სურვილი მით უმეტეს აი ამ სპექტაკლის შემდეგ რაც ბატონთემების ერთად გავაკეთეთ რატო გამიჩნდა ისევ აფხაზეთის თემა შევხებოდი რატო გამიჩნდა ეს ზუგდიდის თეატრში გასაგებია იმიტომ რომ ეს მათთვის ძალიან ახლობელია ეს თემა და მართლა ძალიან ზუსტად იგივე რეაქციები იყო მივხვდი მათთვისაც ძალიან ახლობელი იყო ეს თემა დღემდე მაგრამ ჩემთვის ალბათ სულ არის აი რაღაც აი ფსიქოლოგიით წარსულში დაბრუნების სული რაც ისე ძნელია და რა თქმა უნდა აუცილებლად აწმყოზე უნდა აიგოს ყველაფერი რომ სანამ ეს წარსული არსებობს სანამ არსებობს და ხმით ფაქტს რომ კონდეს ამ საშუალება და კიდე იყოს და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ მას რომ საერთო აზროვნების რომ ის წარსული გავაცოცხლოთ მანამდე იმედი არის იმისი რომ ეს ჩემთვის რჩება იმედი და აი ამ მასალაზე მუშაობისას აი საოცარი შეგრძნება მქონდა იმისი რომ სულ მოგმივათ ბუნდები წარსულში სადაც ის 13 წლის გოგო რის ქალბატონ ლიკა მურაჟიშვილს ყავს იქ აღწერილი ჩემი მეზობელი გოგო არის მარტინა ბარასი რომელიც ესევე ძალიან სერიოზულად განიცდიდა და ამის გოგო კინაღამ შეიწირა გოგომ იმაზე ნერვიულობამ რა ხდებოდა მის გარშემო და აი ამ ქართველებს როგორ ემუქრებოდა ყველა მის ძალიან ახლობელ ქართველს საფრთხე ვისთანაც ის გაიზარდა ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და ჩვენ ერთად გავიზარდეთ ჩემ ოჯახში ჩვენ პატარები ჩემს უცროს იყო მაგრამ ისე შევდიოდით ერთმანეთთან სახლში რომ ეს იყო მისი ახლობელი ოჯახი და ეს რო წავიკითხე ძალიან სერიოზული პარალელი იყო ჩემთვის რომ ეს აი რომ ეს გოგონა რეალურად ჩემთვის აი ეს მეზობელი გოგონა არის და ამიტომ მე იმედი მაქვს რომ აი ესეთი მეხსიერება აუცილებლად არსებობს და ჩვენ მოგცემს იმის ძალას, ენერგიას და მოთმინებას, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ მივიდეთ ისევ აფხაზებთან. დიდი ქურუმი სადღა? ალბათ ხალხის წინაშე გამოდის. შინგა ეჩუა იმა არ ვიცი ახლა სად მივდივარ და არც ის რა მოხდება ამ საღამოს მაგრამ მე მაინც ვპირდები რომ მოდეს მე აუცილებლად ჩამოვიდე და მე და შენ ერთად გადავიდეთ კინოს მართლა პატიოსან სიტყვას განცდა ნამდვილ კინოს ნამდვილ სამარა
ყველაზე დაუჯერებელ ამბავს. თუნდაც ინდიელები. ნომზე არა რა. არავით არ იყო. ინდიელებზე ჯობია. ათაში. როამ ერთმანეთს დავემშვიდოთ ხარ? ხო. თუკი და დამაყარდნია ისე როგორც მაშინ. არა, არავითარ შემთხვევაში. მაშინ ჭკუარი მეფხებოდა თორემ. ხარზე როგორ ჩამოვეკიდებოდი შენ ის თანაპატარა ფლატს. კიდევ ერთხელ მიწოდე პატარას და გაუბრაზდები იცოდე. აბა ჩაკდეს ხომ წაიყვანა? სადაც წახო, იყო შენთან ერთად. ჩემ თავს მაგახსენ და კიდევ აი პირობას რომელიც მომეც. იცი კიდევ რაღაც უნდა მეკვა. ხო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ვერ მიხსენ. და გუმაუწყე გავხდი ამ ბოლოს. ასეთი აუცილებელი რა. კი, ცნობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი. არა და ვიცი რომ მე გამახსენდება და ვიდა. არა. ახლა მომენტი დაცა. იქიდან გამომდინარე რომ ეს პრობლემა, რაზედაც წეგან საუბრობდით, კიდევ უფრო გამძაფრდა 2008 წელს და დაემატა ახალი დაკარგული ტერიტორიები და ახალი ტრაგედიები, როგორც ადამიანური ისე სახელმწიფო, აქედან გამომდინარე გაჩნდა კიდევ იდეა რომ უკვე შევხმიანებოდით იმ ახალ ამბავს და ახალ მოვლენას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო და გადავწყვიტე გამეკეთებინა სპექტაკლი, რომელიც პრინციპში არ იქნებოდა მხოლოდ მარტო ამ ომზე. ეს იქნებოდა მოკლე, რაც შეიძლება აიტანოს სპექტაკლის ფორმატმა, თეატრში, ქრონომეტრაჟმა, მოკლე ისტორიული მიმოხილვა იმ მოვლენების, რა მოვლენებიც და რა ურთიერთობებიც გვაკავშირებდა აგვისტოს დღეების მთავარ შემოქმედთან. ეს ყველაფერი იწყება 200 წლის წინანდელი ამბით, როცა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ და ქართლ-კახეთის ერთ-ერთ გუბერნიად გადაქცევის შესახებ. ძალიან საინტერესო მასალები ჰქონდა ჩვენ. აი მერაბ კერვალიშვილის იყო ესეთი ადამიანი, რომელსაც თავისი ჯგუფი ყავდა, დაზორვითი ჯგუფი და აფხაზეთის ომის დროს გადადიოდა ექტრის ტერიტორიაზე და რასაც დაზორვითი ჯგუფი აკეთებს ხოლმე დივერსიები და რაღაც ამეების გაკეთება, ამეების მოწყობა ევალებოდა და ამას აკეთებდა ის. და აი მას აქვს ეგეთი ჩანაწერები და აი ეს სპექტაკლში სცენა, როცა ქართველი და აფხაზი ხდებიან ერთმანეთს. აი ძალიან ესეთი სცენა გამოვიდა და მაშინ მე რეჟისორს ვეუბნეოდი, ბატონ გეგას ვეუბნეოდი, რომ
მეთქი აი რომ გამიშვა რა ეს ორი კაცი მომცე და გამაკეთებინო ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლისთვის პიესას იმას მეთქი საინტერესო იქნებოდა მეთქი რა აი ამაცი ამ ორ კაცზე მოყოლა მთელი ამბის აი რაღაცა ესეთი ამბები იქ ჩადებული არის რამდენიმე დღესდღეში აფხაზი მოენე აიყვანა და უკან დაბრუნებისას სიტყვას სოფელთან შეისვენა დაკითხვისას არ ვთქვა აფხაზი მოენეს კარიერა ბათუა იყო ნაკათრი ჭილობებიდან სისხლი ჯონავდა და ამბულატორიაში გავაგზავნე რომ ჭილობები გადაეხვიეთ რამდენიმე წუთი და მათუმატის შესვაგა იყო ყველანი იქით გავსვიდით ოთახში რომ შევედი დავინახე გიჟ გენას ახალგაზრდა ბიჭი იატაკზე დაეწვინა და ხელი ამოეტრიალებინა ხეში საბოლოო ჩვენი აფხაზი თქვა იწვა და აღარ იწეოდა ვინა ბათუ ნადარაი რატომ გააკეთეს დახოც მან გაგეში სახლი დამიწვის მე დედა მიგდეს მე მამაც მომიგდეს მე 12 წლის დაია ჯერ გამიუპატიურეს და მე დამიხურდეს მე სადაც ვნახავ ასე ძაღლივით დავაკავა მე რამდენიმე დღეში სოხუმის შტაბიდან დირექტორმა მითეს მოკლული აფხაზის ნათესავები კონტაქტზე გამოსულა და ორ ქართველ ტყვეში ცხედრის გასვლას ითხოვდა. ამ დავალებას შტაბი ემაგრებდა. არის სიამოვნა, მაგრამ გამოდაბეთ. მე დავრეკე სოხუმის შტაბში და ვთხოვე ჩვენთან ბათუ ნადარეია გამოეცამა. ისე რომ არ სწორდა სადმიდი. იქედან დავეცა. შედგიდა წავედი. მოიცა. რაღაცად მოიცა. მოიცა. ასე დროს არ იტყუებია. ეგ მართალია, მაგრამ მინდა დაახმოდე რომ ნაცამერი არ არის. ასე ჩოდი. რომ მოკალი. ის ხომ თქვენ. თქვენთვის რაღა უნდა დაეშავე. ეგ ბიჭი თქვენ მიავიყვანე. მაგრამ ატურები უკვე ხასნე. და ჩემი ბრიგადის აქცენტ ბიჭზე გამოუყურს. ირიქით. ილობდით დაგვეცვაკით. ვითომ? მაგალსამ. შენ აი ვიცი. ის თქვა დაიყვანა მიხალს არ მოუყურს. აბა ის ვიცი რომ რაღაც გაგემაჭაცხრება. საიდან? თო თქვენი აგენტურა კი არ მუშაობს. მართალი ცოდი. ისიც ვიცი. შნაბიჭერმა ის გაგრელი ლამის ცემაში რომ მოხდეს. ეგეც მართალია. შენი რა იყო? რა ქვია? მე ავტანები. მოგისაგები თქვა, ამას ავტანები. რას თქვი? არაფერი. მე ლუკუმი ვარ. მეთაური. ისი მეთაური რომ მივხვდი. გამაცადე მეთაურო გაგრელებმა გამაცადე. მაგათ სუსაფი დავაგლინებ, ესეც დავაკავ ჩემს მისახლოს. თანამ გაგრელი დაბალ დაიწყებდე. კარგად დაფიქრდი ღირს თუ არა ამის გაკეთება. ის როგორ არ აღიოს? შენი ძმა ყოველზე თუ უაროშურის ძება შეეწირა. თქვენებმა იმის საფკარი გადაუწევს. დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს. 12 წლის და თვალწინ გაუპატიურეს და მე გაუფრიტეს. ისი საბერშელი მამოყვა, რომელსაც ამ საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა. რატომ? ის ჯერ პატარა. ვერ მიხვდა რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა. შენ ვაშკაცი ხარ. მე ხარ ნერვები მოტოკე და დათმარდი. შენ შურის ძიებას ქართველებიდან შურის ძიება უყურა. ეს ხომ დაგამატება. გიფიქრია ამაზე. მოვალევა შური. გოსტავი დაახურე და წავედი. მოიცა. რა იყო?
და ეს დამიხვიდეთ ეს საწოდა. თავის დღეში გამელიკია კატანიადო თუ სიკვდილი იყო მე მოგიკა როგორ შეხე მის აბერდაცოს თვალებში მის ორ პატარა გოგოს როგორ მივაყენო სახლში მამის ხედარი როგორ რას იზამთ ომია ომი ლოგიკა რა ეს ომიც ხომ თქვენ დაიწყეთ არა აბა ვინ კარგად იცი ჩვენ და თქვენ ერთმანეთზე ვიწაფიდა ისინი ჩვენ გვეხმარებია ეხმარები ან სამჭირე აბა ეს რომ გადაყვავენ მერე კარგი მოჩე წავი ოხო აი უხედავად ამ ყველაფრისა არ მინდა მე რომ შენ და შენი ბიჭები შენი ავტომატი სამისნეზე გნახო არ მინდა ეს ისნება შვიდობით დავა აი სამშობლოს რატომ იქენით უხუნი ბიძია ეგ რატომ მაყურებინით ამას რა კარგად დაფიქრი რატომაც და თავად აი სინთეზის ბრძოლა როცა არის სინთეზის მასალები ბოლოდროინდელი ეს ამაზე ჯერ წიგნები არის გამოსულა ჟურნალისტული რაღაც მოძიების მასალები არსებობდა ჩვენ პრესაში იქიდან წაკითხულით ვიცოდით ყველამ რომ აი 17 ბიჭმა თავი გადადო თავი გაციგა და ისე შეაგვდართ ეს რომ გაოცებული რუს ოფიცერმა თქვა რომ აი ესე რომ ხოლოდა მე ჩეჩნეთში რას ვიზამდი მაშინ რა და ესე ხელი ჩაიქნა და წავიდა იმიტომ რომ 2 საათ ნახევარი სანამ არ ტყვია ქონდა ტყვია წამალი ქონდათ ალყაში იყვნენ და უძლებდნენ და უმაგდებოდნენ ეს აი ძალიან უცნაური ის იყო თავი ქონდათ გადადებული ფაქტიურად და საქართველოს აი მათი ეგეთი ხალხის გადარჩენილია დღემდე რაც ჩვენ მოიტანა და რაც ისა ვერასოდეს ვერ მოიტანდნენ ის ხალხი ვის ემორჩილებოდნენ მხარს უჭერდნენ და გვერდში ედგნენ დამპყრობლებს თავისი გამდიდრებისთვის, თავისი კეთილდღეობისთვის საქართველოს გადაარჩინა და დღემდე მოიტანეს აი ეგეთი ადამიანები და ჩვენ ამ ადამიანებზე მეტად მოგვეყოლა. შინდისის ბრძოლაზე გაკეთა აქცენტი იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო მთელი ამ ისტორიის მანძილზე, როცა ვიკვლევდით რაღაც კონკრეტულ ეპიზოდებს სპექტაკლისათვის, ყველაზე უფრო ტრაგიკული და ყველაზე უფრო აი დინამიური ეპიზოდი შეიძლებოდა გამოსულიყო შინდისის ეპიზოდი და თან კიდევ იმიტომ გავაკეთეთ განსაკუთრებული აქცენტი, რომ ეს ყველაფერი მოხდა დამთავრებული ომის შემდეგ. ანუ ჩვენთან ომის დამთავრების შემდეგაც არ მთავრდება. ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს, რომ ქართველებმა გმირულად იბრძოლეს, რუსებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. არ აშკარად ჩვენების ჯობდნენ, მაგრამ მერე ტყვიები გაუთავდა. დაჭერილი ოთარ კალმახელიძე უმოძრაოდ იწვა ხელსაც კი ვერ აძლევდა. მისგან 10 მეტრში მუხლებზე დაჩოქილ ალექსანდრე ონიას თავისი ნათლული რომან ზოიძე გულში ყოლია ჩაკრული და ღრიალებდა. ონიანი საერთოდ არ იყო დაჭერილი. რომანი ეხვეწება. წადი ბიჭო, წადი. თავი გადაერჩინე. მე მაინც ვეღარაფერს მიშვენ. არცადაც არ წავა. მერე თანდათან დაწყრარდა და ხმამაღლა დაიძაბა. ბიჭები მამაოსთან დავრეკავ, ზიარებას მოგწევ. ვერაფრით დაუკავშირდა და ის ხაბიჭდა. ვისაც ჩემი ხმაგესი. ჩემთან ერთად მამაო ჩვენო თქვიდა, მე სოცხალი გიჩავარდებ. მივხვდი, რასაც აპირებდა ხელში ერთადერთი ხელმძღვანელი აეჭირა. რუსები მიახლოვდებოდნენ.
ბოლოს ძალტონი მოვიკლიბე და ონიანს დაუყვირე. წადი ბიჭო, წადი. გაიგეცი, ჩვენ საფლავზე მაინც მოხვალ და ჭიქაღვინოს ასწე. არცადაც არცად. თქვენ არ ჩაგმარდეთ. არ შემცდათ მუსტაგანებებს, თქვენი დედა. და ხელყუბარა. გახსნა. მალები თავუჭი და რომ გავახილე ვერც ერთი ვეღარ გამიგე მერე რუსული ტანკის უღაც გამოჩნდა რუსი ჯარისკაცები დახოცილებისა და დაჭრილების მისამართით საკონტროლო გასროლებს ახორციელებდა მეც გადამატარეს ავტომატის ჯერი და გონება დავყარე. ორშაბათს ნახე და შემიხო. სამშაბათს გულმა დამწყდა. ოთხშაბათს შობოს შევატყობი. ხუთშაბათს შენგან ავიხილე. არასდროს მოვალ გეტყვი ყველა. შაბათს კვირას გვექნება დიდი ქორწილი და გვეხსება ბედნიერი. შეპარებული. ყავდა როგორ არა ყავდა შვილი. ოქტომბერში ცოლის მოყვანა საპირეო. მრავალშვილიან მამობაზე ოცნებობდა ნამდვილი ქართველი მაშკაცები უნდა გავზარდო. ვფიქრობ ძალიან ცოტა და პატარა ადგილი უკავია ამ თემატიკას ჩვენს რეალობაში. მე თუ მკითხავ, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით შევახსენებდი მაყურებელს ამ ტკივილის შესახებ. და აქედან გამომდინარე დიდი აუცილებლობა ამ თემატიკის არსებობის, როგორც მწერლობაში, ისე დრამატურგიაში, ისე თეატრში და ისე კინოში. სანგარი ჩაშლილი და მიწით მოგუსები. მე ვიზაში არ არის შევამჩნიე და მოვკაცი ამასთან. ზურავენ ისე მოვკაჩერად ძალი და მონენკო. მიერად ადამიანის ხელია. რომელიც მაგრამ ჩამოვჭებოდა იარაღის წარს. ჩამოვჭებოდა Vitida namočili da uračili kidati ustače. Kao ti! Ti to sasvim uhnemoga. Šera! Pojedi hraniš! Atvijaš se titima, hrčeri. Vidarom si skudene ševačeri, smisli. Дякую. Es keine Mensch, eine Morde. Шеф, шеф, свагали что-то.
სხვა გაგიშდა. ესე თუ გაგზიართ, ნეოს გადმოაყროს, გაიგე. ნეოს გადმოაყროს, სესტერ. სილს დაეზინე. მაშინ გაიგე გავიბის მაშინია. სილი დაგამშვიდებს. არ მინდა წინში მოვიდე კესმის. სიტილის მინდა ვიფიქრა. სიცოცხლეზე. ეს გამიგია გამიგით. ჩვენ თვითონ ერთად ვაშიფწევ. ტყუპები. ჭირავს მასარი. ეხლა მასეს კამ. მოის გიშოს. მასეს კამ. მოის გიშოს. ვალი მწერი. გაიმეორე. Μην τα μικρές μου χάους, ρούμνεις σας εκτιμώσαν